მოგესალმებით, მეგობრებო, მადლობა რომ გვესწრებით. დღეს საპროტესტო აუდიტორიას აქვს კიდევ ერთი ლექცია. დღეს პაატა ალავერდაშვილი იქნება ჩვენი სპიკერი. ნეიროფსიქოლოგიაზე ვისაუბრებთ, რეჟიმის და მადლობა წარმატებულ საღამოს გისურვებთ. ცეცხლი ოლიგარქიას. აღამშვიდობის მეგობრებო, პირველ რიგში დიდი მადლობა დროისთვის და ერთგვარად ნდობისთვის, რომ რაიმე საინტერესოს შეიძლება გავცვალოთ, ან მოისმინოთ, ან გავცვალოთ იდეები. მოკლედ, ხო, მე პაატა ალავერდაშვილი ვარ, ფსიქოტრაუმატოლოგი, ფსიქოთერაპევტი. პირველ რიგში მინდა რომ სოლიდარობა გამოვუცხადო ჩვენს ტყვეებს, რეჟიმის ტყვეებს და მადლობა მათ პრინციპულობისთვის და გაუტეხლობისთვის და იმისთვის, რასაც მათ ისინი თავიანთ სხეულებზე ფაქტობრივად იღებენ, ხო? და შეეძლოთ უამრავი კომპრომისი, რაც შესთავაზე კომპრომისზე წასულიყვნენ და ალბათ უმეტესობა გარეთ ყოფილიყო, მაგრამ ხო, მადლობა ამ ღირებულებების დაცვისთვის. მოკლედ, დღეს ვისაუბრებთ მოკლედ რომ თქვა იმაზე ვისაუბრებთ თუ რეჟიმი როგორ ცდილობს რომ ჩვენს ფსიქიკაზე, ჩვენს ნეიროფსიქოლოგიურ სისტემაზე იმოქმედოს და შესაბამისად გარკვეულ შედეგებს მიაღწიოს. მოკლედ, კითხვები შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დავისვათ და თუ ვერ რადგან გადაცემა არის და ჩაწერა მიმდინარეობს, შეიძლება მიკროფონში გავაჟღეროთ, ან მე თვითონ გავიმეორებ თქვენს შეკითხვებს, ეგეთი რაღაცას შეგვიძლია გავბრძანეთ? რა თქმა უნდა. კითხვა? მოდი ჯერ დავიწყოთ და ვისაუბროთ და მე გადავიდეთ მაგალითად დავუბრუნდეთ მაგ თემას. პირველი კითხვა, მოდი დავიწყებ კითხვით და ეგეთ კითხვას დაგისვავდით. თქვენი აზრით ვინ ან რა ზრუნავს თქვენზე პირადად თქვენზე ყველაზე მეტად? იდეები, მშობელი, საკუთარი თავი, მეგობრები, კიდევ ოჯახის წევრები, კიდევ ორგანიზმი. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს, მაგრამ კი ბატონო, და გადავალთ ხრუშოვზეც აუცილებლად. ესე იგი, აუცილებლად. მოკლედ, ხო, მოდი გადავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე და ხო, რა არის ის, რაც ყველა მოქალაქეს აკავშირებს, ყველა მოქალაქეს აქვს? უფლებები და თავისუფლებები. ქვეყნის სიყვარული, მოქალაქეობა, უფლებები ითქვა, კი ბატონო. კიდევ რა აქვს ყველა მოქალაქეს? ჯარიმები. რუსთავაზე ყველა მოქალაქეს აქვს ჯარიმა. რამე ხო არ გამოტოვე? ტვინი, კიდევ. ზოგადად ადამიანს პიროვნებას მოქალაქეს პირადობის მოწმობა. სამწუხაროდ ყველა მოქალაქეს საქართველოში არ აქვს პირადობის მოწმობა. ხო, ეს ორი კითხვა დაკავშირებულია ერთმანეთთან და არის სხეული, ჩვენი ორგანიზმი არის, ტვინი ითქვა, ხო? სხეულია ის, რაც ყველაზე მეტად მუდმივად ჩვენი ორგანიზმი არის, რომელიც პირველი, უსწრაფესი და უახლოესია ჩვენთან, ვინც ზრუნავს ჩვენზე. ხო, და ეს არის რაც ყველა მოქალაქეს აქვს. შესაბამისად, თუ მაქვს ძალაუფლება და მინდა რომ ეს ძალაუფლება ხელვყო
ბოროტად გამოვიყენო და დავიმორჩილო დიდი რაოდენობა ხალხისა, საზოგადოებაზე ვიმოქმედო გარკვეული ფორმით იმისთვის, რომ მე დავიმორჩილო შესაბამისი გავლენა მოვახდინო და სათანადო მიმართულებით მივმართო მათი ქცევა, უნდა ვიმოქმედო იმაზე, რაც ყველა ადამიანს აქვს. აი ეს ყველაფერი არის, ყველა ადამიანს რაც აქვს, ეს არის სხეული, ნერვული სისტემა, ორგანიზმი. ხო? და ეხლა აქედან შემოგთავაზებთ იმაზე საუბარს შემოგთავაზებთ, რაც მეტნაკლებად დაგვანახებს თუ რა განზრახვა აქვს რეჟიმს, თუ და რა ფორმით, რა სტრატეგიით მოქმედებს ჩვენზე, ჩვენს სხეულზე, ჩვენს ორგანიზმზე. ნეიროფსიქოლოგიურ სისტემას, ჩვენ ნეიროფსიქოლოგიურ სისტემას, ორგანიზმს აქვს ორი მთავარი მიზანი. დასაწყისისთვის დავაზუსტებ, რომ შევთანხმდეთ, რომ როდესაც ნეიროფსიქოლოგიურ სისტემას ვამბობთ, არ გულისხმობთ მხოლოდ ტვინს. ნეიროფსიქოლოგიურ სისტემაში მოცული არის აგრეთვე რა? სხეულის რა ნაწილი? უმთავრესად. როგორ? ნერვული სისტემა. ნერვული სისტემა არ არის მხოლოდ ტვინში, არამედ იშლება კუჭნაწლავამდე, ხო? მაგალითად, კუჭნაწლავიც ძალიან ნერვული სისტემის ძალიან ახლობელი ნაწილი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ამაზე, როდესაც ბრაზდებით, მაგალითად, როდესაც ვისტრესებით, როდესაც ნერვიულობთ, სად გრძნობთ პირველ რიგში დაძაბულობას, ზოგჯერ სპაზმს, ტკივილს, უსვლის არეში. პირველი მიზანი ნერვული სისტემის არის, რომ აღმოაჩინოს საფრთხე და გაუმკლავდეს მას. ეს არის ნერვული სისტემის მთავარი პირველი მუდმივად აქტიური ნაწილი. ეს არის სკანირება, ჩვენი ამას ქვია ნეიროცეფცია, როდესაც სკანირებას აკეთებს სხეული, არა მხოლოდ ტვინი, იმისა თუ რა ხდება ჩემ გარშემო, დაუცველ გარემო, რა არის პოტენციური საფრთხე ჩემ გარშემო. და მეორეა, რომ შენიშნოს დაცული კონტექსტი და დაუკავშირდეს მას. დაცული კონტექსტი შეიძლება იყოს გარემო ფიზიკური, დაცული კონტექსტი მოიცავს აგრეთვე ადამიანებს, სასურველ სხვას, ხო? და შესაბამისად ჩემი დაკავშირება სასურველ სხვასთან ნის დაცულ შეგრძნებას, დაცულობის მდგომარეობას ჩემს სხეულში. ჩვენ რუსაველის კონტექსტში რა ხდებოდა დეკემბრიდან, ნოემბრიდან მოყოლებული თესეულთან აქაც არ ვიცნობდით ადამიანებს, მაგრამ ყველას განვიხილავდით სასურველ სხვად, რომელიც დაცულობის უმნიშვნელოვანესი წყარო გახდა ჩვენთვის, ხო? მაშინ როცა მივხვდით იმისა, რომ რაღაც ძალიან მძაფრი საფრთხე არსებობდა ხოლმე, ვიცოდით, რომ დაშლა წამოვიდა, ან რა დარბევა წამოვიდა იქიდან მხრიდან, მაგრამ აქ სასურველ სხვებთან დაცულობის შეგრძნება გქონდა. ეს არის მთავარი, ბოდიში ინგლისური, სხვა ქართული სურათი არ მქონდა. ეს არის ორი ფაქტობრივად მუხტი, მატარებელი დრაივი, რომელიც ამარიდებს საფრთხეს და გადამარჩენს და მერე მაკავშირებს სასურველ სხვასთან. ნელ-ნელა გავუყვეთ და ასე ვთქვათ გაგიძღვებით იმ პროცესში, სადაც ნახავთ განვითარების ადამიანი რა ორგანიზმი, როდესაც ვითარდებოდა ნაბიჯ-ნაბიჯ, რეპტილიების დონიდან ტვინის რა სტრუქტურები ყალიბდებოდა ნაბიჯ-ნაბიჯ. 100 მილიონი წლის წინ, როდესაც პირობითად დაიწყო ტვინის სტრუქტურის განვითარება, რა დონეები ვითარდებოდა. პირველი სტრუქტურა, როდესაც რეპტილიურ დონეზე ვიყავით, იყო ტვინის ღერო. ხო? ტვინის ღერო რაზე არის პასუხისმგებელი? აი რეპტილია, როდესაც არსებობდა ორგანიზმები, როდესაც არსებობდნენ რეპტილიების დონეზე, მათი ფუნქცია რა იყო? ყოველდღიურობა როგორ გამოიყურებოდა? ჭამა, მონელება, გადარჩენა. რეფლექსიები, ხო? ავტომატიზირებული რეაქციები, საფრთხისგან მორიდება და მონელების ავტომატიზირებული პროცესები. შესაბამისად, როდესაც ჩვენს
რომ ვიბადებით, აგრეთვე დღეს გვაქვს ტვინის ღერო იგივენაირი სტრუქტურებით, ფუნქციებით, რაც რეპტილიას გააჩნდა, მაგალითად როდესაც ცეცხლთან ვიგზნობთ სიცხეს, ეგრევე გამოგვაქვს ხელი, იმიტომ რომ ეს ავტომატურად ამუშავებს ნერვული სისტემა, ამ შემთხვევაში ტვინის ღერო, ჩვენ არ ვფიქრობთ, როდესაც ვჭამთ, არ ვიცი, ჯამთელი ქართული საჭმელი რა გვაქვს. პირობითად ჩაკაფული. როდესაც ვჭამთ, არ ვფიქრობთ რა უნდა რა ამდენი ფერმენტი გვჭირდება ეს თუ ეს და ავტომატიზირებულია. სუნთქვისას არ ვფიქრობთ, რომ ამდენჯერ უნდა ჩავისუნთქოთ, ამოვისუნთქოთ და ასე შემდეგ. ავტომატიზირებული პროცესი მოკლედ არის ლოკალიზებული უმეტესად ტვინის ღეროში. შესაბამისად, როდესაც ჩვენ აი მაგალითად სტრესული რეაქციები როცა გვაქვს, როდესაც ჭუბობთ, ბრაზდებით, ან თავს ვარიდებთ, ან შეშდებით სტრესულ მდგომარეობისას, აი ეს ჩვენი ძვირფასი ტვინის ღერო არის ამაში ჩართული. შემდეგი ორგანიზმების განვითარებასთან ერთად, როდესაც ძუძუმწოვრების დონეზე გადავედით, განვითარდა ნელა-ნელა დაიწყო ლიმბურმა სისტემა ჩამოყალიბება. ამ დროს დაემატა რა ფუნქციები დაემატა. გაჩნდა მეხსიერება, გაჩნდა გამრავლების სხვა ფორმები, ხო, რეპროდუქციის სხვა ფორმები გაჩნდა. მიზიდულობის ცენტრი, აგრეთვე ყველაზე მნიშვნელოვანი მიჯაჭვულობის, ხო, მიზიდულობის, ასევე შიშის შფოთვის ცენტრი, რომელიც ემოციების, სხვა ტიპის ემოციები გაჩნდა ძუძუმწოვრებში და უმთავრესი, რაც ჩამოყალიბდა, არის ჩვენ ტვინის უკანა ნაწილში გვაქვს ამიგდალა და ჰიპოთალამუსი და ჰიპოკამპუსი, რომელიც პასუხისმგებელია შფოთვის წარმოქმნაზე, შიშის წარმოქმნაზე. რისთვის არის შიშის წარმოქმნა აუცილებელი, ან ორგანიზმში შფოთვის წარმოქმნა? რატომ არის საჭირო? თავდაცვისთვის. რაში მეხმარება შფოთვი ან შიში თავდაცვაში როგორ მეხმარება? საფრთხე მოერიდოს, ხო? პირველ რიგში, წეგან რაც თქვით, დააფიქსიროს საფრთხე და მერე საფრთხეს რო დავაფიქსირებ, მერე უნდა სათანადო რეაქცია მივცე, ხო? კიდევ ერთხელ გავითვალისწინოთ, რომ ეს რამდენიმე ათეული მილიონი წლის წინ იწყებს ეს სტრუქტურა ჩამოყალიბებას. მათ შორის ეს სტრესის ცენტრიც ყალიბდება სწორედ ამ პერიოდში. ესე იგი, ამ დროს უნდა გავითვალისწინოთ, რატომ გადაწყვიტა სხეულმა ამ შიშის ცენტრის წარმოქმნა. რა ყოველდღიურობა იყო იმ მომენტში ორგანიზმი, ძუძუმწოვარი, რა ყოველდღიურობაში ცხოვრობდა. მუდმივი საფრთხის გარემოში, ხო? ან რაღაცა მომდევდა, ან მე მივდევდი, ან რაღაცას უნდა შევეჭამე, ან მე უნდა შემეჭამა, ხო? ასე შემდეგ. ეს იყო საკვების მოპოვება და გადარჩენა იყო მთავარი ორი ფუნქცია, ხო? წეგან როგორც თქვით, საფრთხისგან მორიდება, ნერვული სისტემა უზრუნველყოფს, ხო? და მერე სასურველისკენ მიზიდულობა. ავიმახსოვროთ, ესე იგი, გვაქვს შიშის ცენტრი, შფოთვის ცენტრი, რომელიც მუდმივად ასკანერებს გარემოს და მას გარემოში არსებულ საფრთხეს. მართალია ეს ათეული მილიონები წლის წინ დაიწყო ჩამოყალიბება ამ სტრუქტურა, თუმცა დღეს, როდესაც ვიბადებით, იგივენაირი სტრუქტურით ვიბადებით. დღეს სრულიად სხვა ტიპის გარემოში ვიბადებით, სოციალური სტრუქტურები არის ჩამოყალიბებული, სამსახურები არის ჩამოყალიბებულია, ურთიერთობის სხვა ფორმები, დღეს კიდევ საერთოდ ურთიერთობის ციფრულ დონეზე ვართ გადასული, რომელიც უსრულიად უცხოა, ხო? სამსახურში დავდივართ ზოგიერთი, დავდივართ სხვა ურთიერთობის ბადეებში, ხო? და ეს თუ მაშინ ათეულობით მილიონი წლის, ასეულობით წლის წინ საფრთხე იყო ცხოველი, რომელიც მომდევდა, ხო? დღეს საფრთხედ ჩემი სხეულის ეს ნაწილი რას აღიქოს? დღეს საფრთხე რა არის ჩემთვის? რაზე შეიძლება ირეაგიროს ამიგდალამ მაგალითად რაც ვახსენეთ სტრესის ცენტრმა? იგივენაირად. რა არის ჩემთვის საფრთხე? რა არის ის, რაც შეიძლება ჩემ განგაშის ცენტრმა დააფიქსიროს როგორც საფრთხედ.
დღეს აი ამ სოციალურ ძალიან სამსახურის დაკარგვა შეიძლება იყოს საფრთხე როგორ აკონტროლი რობოკოპი პირობითად ქართული ოცნებას უკვე საფრთხის კოდად სურათ ხატას ჩამოყალიბდა კიდევ რა შეიძლება აღიქვას ჩემ ნეირონულ სისტემამ ყოველდღიურობაში ვებხვად რომელიც ადრე მომდევდა ვებხვი დღეს რა შეიძლება მომდევდეს მეორე ადამიანის რა ზოგადად ადამიანი თუ რაიმე ექცევა აგრესია რა ფორმით კარი გამოხატული აგრესიები ადამიანებისგან იტყვიერი კი ბატონო კი ბატონო ზერაც კი განკითხვა ძალიან ხშირად განკითხვა არ აღიარება არ დაფასება ამის საწინააღმდეგო ქცევები არის ამიგდალასთვის და შფოთვის ცენტრისთვის ამ შუა ტვინში სიგნალები კოდები რომელიც აღიქმება ვებხვად ლომად დათვად არის რომელიც მე მომდევს ხო ჩემკენ მოექანება იმიტომ რომ მე მიქნის დღეს ამ ტიპის სოციალურ ყოფაში ჩემ ცხოვრებაში ეს არის სწორედ საფრთხის ელემენტები შემდეგ ბოლო ტვინი ადამიანისთვისში ადამიანთა ყველაზე მეტად გამოხატული სხვა ძუძუმწოვრებსაც რა თქმა უნდა აქვთ ქერქი თუმცა ადამიანში არის ყველაზე მეტად გამოხატული რა ფუნქციები ჩამოყალიბდა ესენი არის ცნობიერება საკუთარი თავის შესახებ კრეატიულობა შემოქმედებითობა და წარმოსახვითობა რაც სიმბოლური აზროვნება მეტაფორული აზროვნება თუ გახსოვთ რეზო კიკნაძემ ჩვენმა ერთ-ერთმა ტყვემ ერთ-ერთ სასამართლოზე მოსამართლეს სულ ესაუბრა იგავებით და უყვებოდა სულ რაღაც ამბებს სხვა წიგნიდან სხვა იგავარაკებს უყვებოდა და მოსამართლე გამოვიდა სულიან ცხოვრიდან იმიტომ რომ ხო რეჟიმს არ უყვარს სიმბოლური აზროვნება იმიტომ რომ სიმბოლური აზროვნება არის ხელოვნება მათ შორის არის სიმბოლური აზროვნება შესაბამისად სიმბოლური აზროვნება ლოკალიზებულია ქერქში ანუ ყველაზე ადამიანურ ნაწილში ადამიანის ტვინის ყველაზე ადამიანურ ნაწილში რეჟიმი რასაც ცდილობს არის რომ სწორედ დათრგუნოს ტვინის ქერქი ჩვენი რაციონალური ლოგიკური აზროვნება საზოგადოების უდიდესი ნაწილის ეს ტვინის ნაწილი დათრგუნოს და გააქტიუროს შიშის ცენტრი. რატომ? როცა შიშის ცენტრი აქტივირდება, გამოიყოფა რა? სტრესის ჰორმონები. ადრენალინი, კორტიზოლი, ხო? და კორტიზოლი, როცა გამოიყოფა აქ ტვინის შუა ნაწილში, რა ხდება? აი მაგალითად ვარ ასეულობით 1000 წლის წინ რაღაცა მომდევს, ნადირი მომდევს და გამჭირდება. უნდა როგორც წეგან თქვით, უნდა როგორ გაქცევა, ან უნდა შევებრძოლო, ხო? ან დავამარცხო ეს ნადირი, ან უნდა გავიქცე. მე არ მჭირდება ეხლა აქ წარმოსახვა სხვადასხვა გადაჭრის გზების სხვადასხვა ვარიანტების განხილვა, ასე თქვათ, კრეატიული, არამედ მჭირდება ძალიან მარტივი გადაწყვეტა, გაქცევა ან შებრძოლება, ხო? ან გაშეშება შეიძლება იყოს. ამიტომ ტვინი რასაც აკეთებს, კორტიზოლი როდესაც გამოიყოფა საფრთხის იდენტიფიცირებისას, რას თიშავს? ტვინის ქერქს თიშავს. იმიტომ რომ ორგანიზმს სჭირდება რომ იყოს ეკონომიური. ანუ მასკი რასაც აკეთებს, ხო, მაშინ უნდა რომ იყოს efficient ბოდიში, იყოს ეფექტური, ან ხო, შესაბამისად თიშავს ქერქს, არ გვინდა ჩვენ ლოგიკური აზროვნება, რაციონალური აზროვნება, წარმოსახვები და ამბები, უბრალოდ მინდა რომ გავიქცე, გადავრჩე. შესაბამისად, მე თუ ტვინის ცენტრს გავაქტიურებ ერთ ადამიანში, ასევე მრავალ ადამიანში, ტვინის ამიგდალას და ჰიპოთალამუსს გავაქტიურებ და სულ ქრონიკულად მრავალჯერადად მაღალ სტრესში ვამყოფებ, რა მოხდება? ქერქი იქნება ხანგრძლივად ქრონიკულად გათიშული. ანუ
მასის, ჯგუფის, თემის, საზოგადოების ქერქი შემიძლია გავთიშო მე თუ მათ დავაშინებთ. ანუ ვაჩვენებ საფრთხეს. საფრთხეს როგორ აჩვენებს ქართული ოცნება საზოგადოებას? აი ამ როგორ? არებას სურათხატი შექმნა. ომი გინდა. შვიდობა. მე თუ არ ვიქნები, ომი იქნება. კი ბატონო. ამ მესიჯით, აბა ომი გინდა, ომი იქნება, მე თუ არ ვიქნები, ნაცები მოვლენ, ხო? ფაქტობრივად, რაც გააკეთა ქართულმა ოცნებამ, იყო ის, რომ რომ ეს ტვინი რო იყოს საზოგადოების ტვინი, ხო? ამიგდალაზე მიუშვა ეს იმპულსები, აბა ომი გინდა, კიდევ იყო სხვა მრავალი ისევ ციხის ამბებზე მინიშნება მუდმივად, ხო? ნაციონალების ძალადობრივ რეჟიმზე მინიშნება მუდმივად. შესაბამისად, გააქტიურეს ტვინის ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია ქერქის დათრგუნვაზე და შესაბამისად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ნაცნობები, ახლობლები, როდესაც მათ ველაპარაკებით და ვერაფერს ვერ ვხდებით, ვერაფერს ვერ ვაგებინებთ, ხო? შეგრძნება აქვს, რომ სასოწარკვეთის განცდა შეიძლება გქონდეს, როცა კოდს ახლობლებს ველაპარაკებთ და რაღაც მესიჯის მერე ვერ მიდის, ხო? შესაბამისად, ამ დროს შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ უბრალოდ ტვინის გარკვეული უბნის ქერქის რაციონალური წარმოსახვითი ტვინის ფუნქცია ამ საზოგადოების ამ ნაწილში ჩვენ შენახულებში უბრალოდ დააჩლუნგებულია. ხო, კორტიზოლით და ნორეპინეფრინით არის დაჩლუნგებული. ხო, რაიმე ასოციაციები ამ ეტაპზე. როგორ ისმის თქვენთან ეს ეს ვილაპარაკეთ ჯერჯერობით. კარგად. მოკლედ, თუ მეშინია ობობის, ამანახებ ობობას, ჩემ ტვინში ესეთი ციკლი ხდება. ამიგდალა აიდენტიფიცირებს, თვალიდან მესიჯი შედის და თალამუსი საძლევს, რომ ეს მნიშვნელობას აძლევს, რომ ეს არის ობობა ამიგდალას აძლევს, რომ ეს ობობა არის, რომლითაც შენ გეშინი, ანუ საფრთხეა, უნდა მოვერიდო და აქედან შესაბამისად ხდება სათანადო სიგნალის გაშვება ქვემოთ, სხეულში. ქვემოთ ამიგდალა, როგორ? ამიგდალა გამოყოფს ცოტა სტრესის ჰორმონს. ეპინეფრინს, ნორეპინეფრინს, კორტიზოლსაც და აგზავნის სიგნალს სად? ქვემოთ. თირკმელზე და ჯირკვაში, რომ გამოყოს მან რა? კიდევ უფრო მეტი ადრენალინი, კიდევ უფრო მეტი სტრესის ჰორმონი. ტვინში გამოიყოფა მხოლოდ 5%-მდე სტრესის ჰორმონებისა. დანარჩენი სტრესის ჰორმონები გამოიყოფა ჩვენს მუცლის ღრუში. ხო? მნიშვნელოვანია რომ გვახსოვდეს. შესაბამისად, იმისთვის სტრესის ჰორმონი გვეხმარება ჩვენ რომ ვიმოქმედოთ, გავიქცეთ. როდესაც ადრენალინია ჩემს სხეულში, შესაბამისად მე შემიძლია გავიქცე. როდესაც ერთჯერადად მე საფრთხეში ვხვდები და ადრენალინი გამოიყოფა, სისხლში იწევს რისი დონე კიდევ? გლუკოზის დონეც აიწევს. წარმოიქმნება მყისიერად გლუკოზა იმისთვის რომ საკვები მქონდეს მე ხო? მე მჭირდება რომ ჩემ კუნთებს მჭირდება საკვები. გლუკოზა რომ ღვიძლი თირკმელები ასინთეზირებს ხო გლუკოზას და ან არსებულ მიღებულ ნაჭამ გლუკოზას რა ტრანსპორტირებს, რას მიაქვს გლუკოზა? კონკრეტულად რომელ ჰორმონს? ინსულინს, ხო? ინსულინი ატარებს ამ გლუკოზას სათანადო უჯრედებამდე. შესაბამისად, როდესაც მე რაღაც დავინახე ობობა, ჩემში აიწია სტრესის ჰორმონებმა, შესაბამისად გლუკოზამ, შესაბამისად ინსულინმაც გაიარა ობობამ, წავიდა და მე დავმშვიდი, ხო?
ჩემში ისევ დაიწია ინსულინის დონემ, გლუკოზის დონემ და ასე შემდეგ. მაგრამ მე თუ მეუბნები რომ აბა ომი გინდა ერთხელ მითხარი იგივე ობობაა ხო? აბა ომი გინდა არის იგივე ობობა. ჩემში აიწია ადრენალინის დონემ, გლუკოზამ შესაბამისად ინსულინმაც. კიდე მითხარი მერე დღის მეორე ნახევარში კიდე მითხარი აბა ომი გინდა. ჩემში ისე ინსულინი მაღალია. აბა ომი გინდა, რამდენჯერ აქვს ნათქვამი კოცებს აბა ომი გინდა. არა ერთხელ, ხო მუდმივად. იმედის მაყურებელს რამდენჯერ უთხრა ეს. ფაქტობრივად ამ ყოფა სულ მაღალ ინსულინიან, გლუკოზიან მდგომარეობაში არჩევნებამდე საზოგადოება და დღესაც მათ ამ მდგომარეობაში ამყოფებს. განსაკუთრებით მას მე იმიტომ ვახსენე იმედის მაყურებელი, რომ გონია ხოლმე ზოგჯერ რომ იმედის მაყურებელი უფრო ცუდ მდგომარეობაშია, ვიდრე წინააღმდეგობაში მყოფი საზოგადოება მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის რაღაც ზოგჯერ ტვირთია ხოლმე ეს პროცესი და ნერვიულობთ, მაგრამ რეალურად რომ თქვათ, ხო, შევხედოთ ნეიროფსიქოლოგიურად სხეულებს იმედის მაყურებელი ადამიანების სხეულებს კოცები უხეშად რო თქვათ, უფრო მეტად ჯიჯგნიან და შეურაცხყოფენ ვიდრე ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენ მოძრაობთ, ჩვენ სხვადასხვა პრობლემის მოგორების სხვადასხვა ვარიანტებზე ფიქრობთ, აქ მოვდივართ, ვაზიარებთ ჩვენს ბრას და ასე შემდეგ. შესაბამისად, უფრო ჩემი აზრით, უფრო გაცილებით დიდი ზიანი მოაქვს იმედის და რუსთავიორის მაყურებლისთვის, ან საზოგადოებრივი არხის მაყურებლისთვის კოცების ტერორს და ასე ვთქვათ პროპაგანდას, ვიდრე ჩვენთვის. როდესაც დავინახე ობობა და ჩემში აიწია სტრესულმა მდგომარეობამ, როგორც ვთქვით, მე თუ ვმოძრავ, გავიქეცი, ან გადავაგდე ობობა, ხო? შესაბამისად ვიმოძრავე, ადრენალინი დაიხარჯა, დაიწვა. მაგრამ როდესაც აი ადამიანი ან სხეულ მაგალითად არის ხოლმე რომ ირემს გამოეკიდება ლომი და ირემი უცბად გაშეშდება, კოლაფსირდება, შეიძლება დეფეკაციაც ჰქონდეს. ამ დროს რას აკეთებს ლომი ან ვეფხვი? აღარ ჭამს ხშირად. იმიტომ რომ მკვდარი ასე ვთქვათ ორგანიზმი არ ჭირდება. არ უნდა ჭამო, იმიტომ რომ მომწამლელია. შესაბამისად, როდესაც საფრთხე გადავა, ლომი დატოვებს მას, ვეფხვი, ვიდეოებიც არის ხოლმე ხშირად. მერე ეს ირემიან შველი ადგება და რა მოსდის მას? კანკალებს ხოლმე ხშირად. იმიტომ რომ ის ადრენალინი, გამოყოფილი ადრენალინი, რომელიც გაქცევისთვის ან შებრძოლებისთვის ქონდა, სხეულს გამოყოფილი, ის უნდა გაიხარჯოს, სწორედ გადავიწვევი. ჩვენც როდესაც ბრაზდებით ხოლმე და არ გვაქვს შებრძოლების ან დისკუსიის საშუალება, ან ვერ გამოვხატავთ ჩვენ აზრს ამ გაბრაზების დროს, შეიძლება შევნიშნოთ კანკალი ხელში ან სხვებში შევნიშნოთ, ხო? ეს არის სწორედ აი ჭარბი ადრენალინი, საწვავი, რომელიც ვერ იხარჯება იმ მომენტში. შესაბამისად, ჩვენ აქ მარშირებთ, ჩვენ მთელი დეკემბერი, იანვარი მარშირებდით, დავდიოდით ფიზიკურად, ამ ვწვავდით ამ ბრას, ამ ასე ვთქვათ, სტრესულ ჰორმონებს, რაც ჩვენში გამოიყოფოდა ტერორის რეჟიმის ქცევის შესაბამისად. ამიტომ ხო, მინდა ეს მესიჯი რაღაცნაირად გავაჟღერო, რომ ჩვენ გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში ვართ, სომატურად, ნეიროფსიქოლოგიურად. ვიდრე, ჩემი აზრია, ვიდრე ძალადობრივი რეჟიმის მხარეს მყოფი ხალხებისა. შესაბამისად, თუ ეს მატრამვირებელი, ანუ ძალადობრივი გარემოში თუ ადამიანი ხშირად რჩება, დიდხანს, ორი რამ ემართება. ორი რამ შეიძლება განვითარდეს მის ნეიროფსიქოლოგიურ სისტემაში. პირველი ის რომ შეუძლებელი იქნება ერთ-ერთი ტრაუმული სისტემის ერთ-ერთი მახასიათებელი არის რა? რომ შეუძლებელია რომ მოვდუნდე, შეუძლებელია რომ მე რაღაც დაავადკვე სიამოვნება მივიღო რაღაცებისგან, მივეცე დაცულობის შეგრძნებას, მაშინ როცა საფრთხე წასულია.
ანუ რაღაცა იმოქმედა ჩემზე, რაღაცა საფრთხეთ აღვიქვი, საფრთხე ჩაიარა და მაინც ვერ ვდუნდები, სულ მაინც აჟიტირებული, სულ მაინც საფრთხეს ველი. ეს არის ტრამვის ერთ-ერთი მახასიათებელი. შეიძლება როდესაც ჩვენ გავალთ ფონს, როდესაც გავიმარჯვებთ ასე ვთქვათ, ხო? ჩვენი მდგომარეობა დამშვიდება და მივეცემით არგი საქართველოს თითქმობის პროცესს, ხოლო სამწუხაროდ მე ვფიქრობ, რომ იმედის მაყურებელს ექნება პრობლემა, რომ მოდუნდეს და ისევ დარჩება ამ საფრთხის მოლოდინის რეჟიმში და მათი ნერვული სისტემა ძალიან არასახარბიელო მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს. მეორე, რომ ტრაუმულ სისტემას ახასიათებს მეორე რამ, რომ შეუძლებელია რომ გააქტიუროთ თავდაცვის უნარი, როდესაც სხვადასხვა სახის არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდები. მოკლედ, როდესაც იმდენად დაითრგუნა ჩემი სისტემა, გარკვეული სტრესორების გამო, ამ პროპაგანდის გამო, რომ როდესაც საფრთხე მექნება, რეალური საფრთხე აღმოჩნდება ჩემს წინაშე, პირად ურთიერთობებში, სამსახურში, ქუჩაში, მაშინ უკვე ვეღარ შევძლებ შებრძოლებას, დაცვას თავისას, ხო, ლიმიტების დასმას და ასე შემდეგ. ეს ორი ასპექტი მინდოდა გავამეყო აგრეთვე. და ეს არის მოკლედ იმის მიხედვით თუ ჩვენი ნერვული სისტემა როგორ მდგომარეობაში არის, ისეთ ამბებს ქმნის. ჩვენი ნერვული სისტემა ქმნის ისეთ ამბებს სამყაროს შესახებ, საკუთარი თავის შესახებ. იმედის მაყურებლისთვის სამყარო, საქართველოს გარე სამყარო არის დაუცველი. ანუ ყველას სულ ვართ, კი არა და ყველას უნდა ყველა ჩვენ წინააღმდეგ არის, ხო? ანუ მათი ნერვული სისტემა უკვე მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში უნდათ მაინც მოგზაურობა და იქაური სიკეთეების მიღება, გარე სამყარო მაინც ბოროტებაა და გარე სამყარო მაინც არის საფრთხის წყარო. და არა მარტო გარე სამყარო, ამედ თვითონ ერთი საზოგადოების სხვა წევრებიც კი საფრთხე არის, ან ჩვენ მათთვის ვართ საფრთხე, უსამშობლოები. ხო? აი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა ნერვული სისტემა რეჟიმმა იმ ხალხის ნერვული სისტემა, ვისაც პროპაგანდა მოქმედებს, ხო? აქაც ჩვენ გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში ვართ, ვიდრე სამწუხაროდ მეორე მხარეს ყოფისა. ჩვენთან რა ამბები იქნება, ჩვენთან მუდმივად არის ეს სასიამოვნო ამბები, ჟღერდება, ადამიანები საინტერესო რაღაცებს აკეთებენ რუსთაველის სივრცეში, ერთმანეთს ზრუნავენ, ერთმანეთს თუნდაც ეს ფაქტი, ხო, ადამიანების გარკვეული ჯგუფი თვითორგანიზებულად ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ხო, ჩვენ არავინ არაფერს არ უხდის ამ ადამიანებს, ამ ჯგუფს, ვინც აქ ამ ლექციებს აორგანიზებს, ხო? აგრეთვე ჩაის კუთხე არის ოსპის, სუპის კუთხე და უამრავი სხვა რაც მომხდარა, რაც ჩვენს ნერვულ სისტემას აგრძნობინებს, რომ ვაუ, ადამიანები კარგია, ხო? და გვესმის აგრეთვე ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან მუდმივად მხარდაჭერა და ჩვენი ნერვული სისტემა ამ ხრივაც გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია. სამყაროზე ჩვენ იმედი არ დაგვიკარგავს, რომ სამყარო კარგია, ხო? ტრაუმული მდგომარეობის ერთ-ერთი მთავარი ახასიათებელი სწორედ ეგ არის, რომ სამყარო ხდება საფრთხის წყარო. სამყარო აღარ არის დაცული ჩემთვის. სამყარო არ არის სასურველი სივრცე. ჩემთვის კარგი არა, სანდო აღარ არის სამყარო. გარე სამყარო სანდო აღარ არის. შესაბამისად, კოცების პროპაგანდა ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ეს მიზანი რაღაცნაირად გარკვეულწილად მიაღწია ამ მიზანს, რომ იმედის მაყურებლისთვის სამყარო აღარ არის დაცული. ჩვენთვის კარგის მსურველი და სანდო აღარ არის. თუმცა ჩვენ ამ ხრივ კიდევ ერთხელ უკეთესი მდგომარეობა გვაქვს.
თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, მადლობა ყურადღებისთვის. შეგვიძლია გავცვალოთ ჩვენი აზრები. კითხვები თუ გაქვთ, ან რა კითხვები გაქვთ? ან კომენტარები, შეიძლება მხოლოდ კომენტარებიც თქვათ. რაიმე ახლებურად თუ დაინახეთ დღევანდელი საკითხები მარტო ოცნების ხარდამჭერებს ალბათ არ ეხება, ისინი ვინც თქვათ, არ არის მაგათი მომხრე, მაგრამ ჩამოშორდა პროტესტ და აღარაფერს არ აკეთებს. აჰა. შიში აქვს რეჟიმის. კი ბატონო. ალბათ ისინიც მდგომარეობაში ვარდები. აჰა. ესე იგი, ეს მდგომარეობები, ამ მდგომარეობებს გულისხმობდი, ხო, გიორგი? ესე იგი, ეს მდგომარეობები არ ეხება მხოლოდ იმედის მაყურებელს ან ქართული ოცნების მომხრეებს, არამედ მათ, ვინც გაჩუმებულია, ან იმედგადაწურული არ მოძრაობს. აჰა. შიშის გამო გაჩუმებულია, ან შეიძლება თავს იმართლებს რაღაცეებით, ხო? კი ბატონო, ეს კი ბატონო, იმედის მაყურებელი ვახსენე ამ შემთხვევაში, თუმცა გეთანხმებით, რომ ადამიანები, რომლებიც ჩუმად არიან, ან არ მოძრაობენ, არ ქმედობენ, ეგეც პოზიცია, ეგეც გამოხატულებაა. ჩვენ ვიცით ავტომატური სტრესული რეაქციის სამი ფორმა, ხო? ერთ-ერთი არის, როდესაც ვიღაცა მეჩხუბება და ჩემში უცბად ბრაზი წარმოიქმნება, მინდა რომ ეჩხუბო, გაუმკლავდე ამ ფორმით, შეიძლება ვერ ვაკონტროლებდი ამას, ეს ავტომატურად ხდება ბრაზი. მეორე არის, როდესაც მინდა რომ გავერიდო, თავი დავანებო, ხმა არ გავცე, გაქცევის რეაქცია. და მესამე გაყინვის, გაშეშების რეაქცია, ხო? არ ვიცი რა გავაკეთო, კოლაფსირდება ნერვული სისტემა. შემდეგი კომენტარი თუ შეიძლება? რეჟიმამდეც მივართ. როგორ უნდა გავუმკლავდეთ, რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამას გავუმკლავდეთ, ხო? აი, რაც ვახსენეთ ერთ-ერთი, მაგალითად, ჩვენ აქ მოძრაობთ, ვიკრიბებით, კავშირდებით სასურველ სხვებთან. კი ბატონო. კომენტარები? კი ბატონო, ეგ არის ერთ-ერთი ფორმა, კი ბატონო. კითხვა? ორი კითხვა. კი ბატონო, სისხლში იწევა ინსულინის დონეც, იმისთვის რომ ტრანსპორტირება მოახდინოს გლუკოზისა. მიტოქონდრიამდე მაგალითად, მიტოქონდრიამ უნდა გლუკოზა მოინელოს, ხო? საწვავად ენერგიად გარდაქმნას და შესაბამისად ინსულინი არის ეს მატარებელი, მატრანსპორტირებელი, რომელიც თუ ინსულინი, ესე იგი, ქრონიკულად მაღალი რჩება, რა მდგომარეობამდე მიდის სხეული? სხეულში რა დაავადება შეიძლება განვითარდეს თუ სხეულში? დიაბეტი, ხო? დიაბეტის მდგომარეობა. შესაბამისად, ქრონიკული სტრესი, თუნდაც სამსახურებრივი მუდმივი სტრესი, მაღალი დონის სტრესი შეიძლება იყოს საწინდარი დიაბეტის და სხვა ქრონიკული დაავადების განვითარებისა. მეორე კითხვა? თირკმელზე დაჯირკვალი არის, რომელიც უშუალოდ ადრენალინს გამოყვა, ადრენალ გლანს. კი ბატონო. არა, ყველა ჰორმონს არა. კი ბატონო, ამ შემთხვევაში სტრესის ჰორმონს გამოყოფს თირკმელზე და ჯირკვალი. ადრენალის, რამდენიმე სტრესის ჰორმონი გვაქვს, თუმცა ეს არის ერთ-ერთი, რაც კორტიზოლი მაგალითად აგრეთვე. როგორ? არა, ისმენთ. კი ბატონო. აქედან ხდება ხასიათის და ყველაფრის უარყოფითი რა ზის რა ხო. უჭის თავთან. ნერვული სისტემა გადის რა მეცენტრალური და აი
კუჭის რამდენი გვაქვს რომ ვიცოდე? კუჭის თავთან ესე იგი ჩვენ გვაქვს დიაფრაგმაში გამოდის წინა ვაგუსის ნერვი, რომელიც ანერვიანებს კუჭნაწლავს გულს და გამოდის თვალებთან. ეს არის ვაგუსის ნერვი არის მესიჯის მატარებელი ავტონომიური ნერვული სისტემის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ან მაგალითად ჩვენ თუ ცხოველურ ცხიმს მივიღებთ, შევჭამთ დიდი რაოდენობით, წილასთან ერთად და დიდი რაოდენობით ამ ცხიმებს მივიღებთ, დაბლიდან ადის მესიჯი, რომ მე კარგად ვარ, ანუ დაცულად ვარ, იმიტომ რომ რატო ვარ ცხიმის მიღება, ცხიმოვანი საჭმელის მიღება და დაცულობის შეგრძნება რატომ არის კავშირში ერთმანეთთან? ველოდიანი ენერგია. ესეც არის გამომუშავებული ევოლუციურად, ხო? ადრე როგორი საჭმელი იყო კარგი და სასურველი? ცხიმიანი, ხო? იმიტომ რომ ადამიანი არ იკვებებოდა დღეში 3-ჯერ 100,000 წლის წინ, არამედ შეიძლება 2 დღეში ერთხელ, შეიძლება 3 დღეში ერთხელ. ამიტომ ცხიმიანი საჭმელის მიღებისას ეს ვაგუსის ნერვი აღლა უშვებს ტვინისკენ ასე ვთქვათ მესიჯს, რომ ვარ დაცული. მე თუ როდესაც ნერვიულობ, სუნთქვას რა ემართება? ხშირდება, ხო? ესეც სწორედ ესეც ვაგუსის ნერვის ერთ-ერთი დამსახურება, რომ ასე ვთქვათ გააქტიუროს სუნთქვის პროცესი. თუმცა მე თუ განზრახ დავიწყებ ნელა სუნთქვას, რა ნარდება, იმიტომ რომ რა დროს სუნთქვა ნელა, ადრე ორგანიზმი ნელა როდის სუნთქავდა, როცა საფრთხე არ არსებობდა. ანუ მე განზრახ ნელა სუნთქვით, ან დიაფრაგმის მოძრაობით, აგრეთვე და ვაგუსის ნერვის სტიმულირებით, რომელიც უსაფრთხოების განცდის ასე ვთქვათ მესიჯებს აგზავნის დაბლა-მაღლა, მე შემიძლია დაცულობის ან მოდუნების შეგრძნება ხელოვნურად შევქმნა. უпростоრედ მესიჯი გაუგზავნო ორგანიზმს, რომ შენ შეიძლება ძველი სტრესები გახსოვს რაღაცები, მაგრამ ეხლა შეგიძლია მოდუნდე, უსაფრთხოდ ვარ, დაცულად ვარ. მაგიტომ არის რომ სუნთქვის სავარჯიშოები მუშაობს ფანტასტიკურად, მე თუ სტრესულ მდგომარეობაში ვარ. შეგვიძლია ჩავისუნთქოთ ხოლმე ცხვირით და პირით ნელა ამოვისუნთქოთ. ჩვენ სტიმულირებას ვახდენთ, უпростоრედ სტიმულირებას ვახდენთ იმ სხეულებრივი მდგომარეობისა, რომელიც ტვინისთვის ასოცირდება დაცულ მდგომარეობასთან. ჩვენ ვერ კვევით, ჩვენ ვიცით რა, რომ ჩვენს ტვინის სტრუქტურებს, მაგრამ ჩვენს ტვინის სტრუქტურებს ამახსოვრდებათ გარკვეული გამოცდილებები მძაფრად. მე თუ მაგალითად სკოლაში, ბაღში ჩემი მასწავლებელი ან მეგობარი მეკცეოდა არასათანადოდ ან ცოტა ძალადობრივად, მე გადამყვება მე გარკვეული შიშები, ადამიანთან ურთიერთობების, რომ აი ადამიანები არ არიან თლად კარგი, კეთილგანწყობილები და შეიძლება ჩემმა ტვინმა შეინახოს ეს დაყენება სამყაროს აღქმისა, ეს ამ ტიპის აღქმა ადამიანთან ურთიერთობისა. თუ ჩემზე მშობელი არასათანადოდ იქცეოდა, არ მაფასებდა სათანადოდ, არ აღიარებდა ჩემს პატარ-პატარა მიღწევებს, მე რომ ვიზდები, მე მგონია რომ სულ უნდა ვამტკიცო, სულ ჭარბად თუ მაქვს 10 დავალება სამსახურში, 20 უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ მოვიპოვო აღიარება და ასე შემდეგ. ხო და შესაბამისად ტვინს ამახსოვრდება გარკვეული ასე ვთქვათ დაშვებები, რომელიც შეცვლილი რეალობისთვის აღარ არის ადეკვატური. ამიტომ ჩვენ უნდა ახალი სოფტვეარი ჩავწეროთ ხოლმე ჩვენ ნერვულ სისტემაში. ჩვენ ახალი Windows-ები უნდა გადავაყენოთ ხოლმე ჩვენ ნერვულ სისტემაში ზოგჯერ.
ფაქტობრივად იგი ოპერაციული სისტემა და განახლება სჭირდება, დააპდეითება სჭირდება ხოლმე ჩვენ შინაგან სამყაროს softwares. შესაბამისად, სუნთქვის პროცესით, შეგვიძლია აგრეთვე მესიჯი მივაწოდოთ, ამ ფორმით ველაპარაკოთ, ამ ფორმით დავატრენინგოთ, ან პროგრამა გადავაყენოთ, ამ ფორმით ჩვენ სხეულში, რომ შეიძლება რაღაცები გახსოვს, შეიძლება ვიღაცამ იყვირა და ჩემში სტრესი წარმოიქმნა, იმიტომ რომ ვიღაცამ იყვიროდა ადრე. მაგრამ ამ ადამიანმა მე არ მიყვირა, სხვას უყვირა და მე ჩემს ნერვულ სისტემას ის გაახსენდა რაღაც. ამიტომ ეხლა შემიძლია ეს სუნთქვა გამოვიყენო, სუნთქვის მეთოდი და დავამშვიდო, ამენით დაველაპარაკო ჩემ ნერვულ სისტემას, რომ ჰეი, აღარ ვარ დავუსვირ გარემოში, არამედ დაცულად ვარ და არ მჭირდება ამ ეტაპზე ჭარბი ჟანგბადი სისხლში, იმისთვის რომ ან გავიქცე, ან შევებრძოლო. ეხ, შემდეგ კითხვა. ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმ ხალხისთვის, ეს შიშები მოუჩნათ, დავაწყებინოთ რაციონალური აზროვნება და რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმ ხალხისთვის, რომ დაუმშვიდოთ ლიმბური სისტემა და სტრესის ცენტრები და გავუაქტიუროთ ჩვენი ქერქი, ხო, აბსტრაქტული აზროვნება. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება გავაკეთოთ ამ ხალხისთვის? დედამარი მაგარი კოცი, დედა ჩემი, ყოველ დედა ჩემი არის კოცი, ყოველდღე უხსნი. განკოცდება, საღამო მოვა იმედს უყურებს და ისე კოცია. დღის განმავლობაში განკოცდება, ხო? აი ომი მოხდება და ნუთ გახარ რუსთავერზე ქვეყანა ჩამოიშლება, იმით ომი მოხდება, დედას ეშინია, რომ ომი მოხდება, ნუთ გახარ რუსთავერზე. ხო, აი ლაპარაკი, როდესაც ეს დახშულია, როდესაც ქერქი დახშულია, ანუ რაციონალური, ვერბალური პროგრამა დახურულია. და ჩვენ რომ ვერბალურ პროგრამაში დახურულში ველაპარაკებით ვერბალურად, ან სიტყვიერად, ის ან ფაქტობრივად ვერ შეღწევადი არის, იმიტომ რომ დაკეტილია ის პროგრამა. ო, სხვა რაღაც სხვა გვჭირდება. რა შეიძლება გვჭირდებოდეს, რამ შეიძლება იმუშაოს, როცა ვერბალური ახსნა არ მუშაობს. როგორ ფიქრობთ? გავახსენოთ კარგი ამბები. რა კარგი ამბები? აი როგორი? კი ბატონო, ვის შესახებ კარგი ამბები? ო, მე ვფიქრობ ხოლმე რომ კარგი ამბები, აი ამ შემთხვევაში ქართული ოცნების პროპაგანდა რაც საკეთებს, აგრეთვე აშხაპუნებს ამ საზოგადოების ამ ნაწილში იდეას, რომ ჩვენ არ ვართ საკმარისად კარგები, არ ვართ საკმარისად ძლიერები, იმიტომ რომ აი რუსეთი მოვა და ვერ გაუმკლავდებით ამ რუსეთს. ან პოსტკოლონიური, პოსტმონური აზროვნების ხაზს აძლიერებს ჩვენში, რომ ჩვენ არ ვართ რაღაცების შემძლეები, არ შეგვიძლია გამკლავება გარე თუ შიდა პრობლემებთან. ამიტომ უნდა დაველოდოთ, როგორ გადაწყდები, როგორ დალაგდებიან ისინი და ჩვენ მერე ვიმოქმედებ შესაბამისად რაღაცნაირად გავძრებ, გამოძრებ. შესაბამისად, აი ვფიქრობდი, რომ ამ საკუთარი თვითახქმის, საკუთარი სურათხატის დადებითი ნაწილების გაძლიერებით, რომ არა ის, რომ ქართველები მაგრები ვართ, მაგარი ღვინო, არამედ ის, რომ არ ვიცი, ქართველები კეთილები ვართ და როდესაც რაღაც სანათესაოში შეგვიძლია ხო ეს იკეთე გავამჟღოთ, მაგრამ აგრეთვე შეგვიძლია ხოლმე რომ საჯარო სივრცეში ვიყოთ კეთილები ერთმანეთის მიმართ. ჩვენი საზოგადოების დადებით ასპექტზე ყურადღების გამახვილება, რომ ჩვენ საკმარისად კარგები ვართ, არა გადაჭარბებულად, გაზვიადებულად, არა მაგალითად ნარცისულად, რომ ჩვენ ყველაზე თუ კულტურაა სამყაროში ყველაზე მაგარი. არამედ უბრალოდ ის, რომ ჩვენ შეგვიძლია საკუთარი თავის რაღაც მოვლა და ეს თვითდამფასებლური სურათხატის შექმნა, გაძლიერება. აი ამაზე ვფიქრობ ხოლმე მე. მათი გარიყვით ვერ მივახდენთ ვერაფერს. იმიტომ რომ მათი გარიყვით ვერ მოვახდენთ ვერაფერს. ო, ეს არის მათი სტრატეგია. დამუნათებას ფსიქოლოგიურად არ იმუშავებს. აი დამუნათებაც არ მუშაობს, იმიტომ რომ არ აღწევს ვერბალური ნაწილი არ აღწევს. და უფრო მეტად კონცენტრირებიან, კონსოლიდირებიან, კიდევ უფრო მეტად საფრთხედ გვხედავენ. ესე ვფიქრობ მე, არ ვიცი, თქვენ რას ფიქრობთ?
პროპაგანდა კი ბატონო. გააჩნია კი ბატონო პროპაგანდას კონსტრუქციული შეიძლება, მარგიც შეიძლება, სასარგებლოც შეიძლება იყოს, ხო? გააჩნია ჩვენ რას ვდებთ პროპაგანდაში, მაგალითად, წინა საარჩევნოთ ოპოზიციურმა პარტიებმა აბაო მიგინდას პროპაგანდას არაფერი არ დაუპირისპირეს, ხო? რამე დაუპირისპირეს, რამე საერთოდ. ხო, და სამწუხაროდ მივიღეთ ის რაც მივიღეთ. ხო, აი არ ვიცი, კიდევ რა შეიძლება, როგორ შეიძლება გადმოვიბიროთ, რა იდეა, ვისთან რას უმუშავია. სამოგზაუროდ უნდა გავუშვათ, ფანტასტიკურია. მე სულ ფიქრობდი, რომ აი ხო, ეგ რაღაცნაირად გამოვტოვეთ, რომ ვიზა ლიბერალიზაციის შემდეგ რაღაცა მასიური კამპანია არ ჩატარდა ან ევროკავშირის მხრიდან, რაღაც მოგზაურობა სხვადასხვა ჯგუფებიდან, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები. ხო, ხნიე ადამიანის ის ჯგუფები, ესე იგი, რომლებიც ხებზე ზრუნავენ შვილებზე, შვილიშვილებზე და თვითონ არ დადიან სამოგზაუროდ. კი ბატონო, იმიტომ რომ ახალგაზრდებმა დაიწყეს მოგზაურობა და ნახეს ევროპის სიკეთეები. ხო, და მაგალითად პენსიონერმა ნაწილმა საზოგადოებისა ხო, ვერ იგემა ეს სიკეთე და შეიძლება მართლა, არ ვიცი, მასიური მოგზაურობები დაფინანსებული იყო იმის მაგივრად, რომ რაღაც USAID-ს ეფინანსებინა გარკვეული პროექტები, რომელთაც ისევ თურნავას ძმისშვილმა იშოვა $100,000. ხო, პირობთ. ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ რაღაცნაირად უნდა ვიყოთ ძალა ჩვენ თავში, რომ პიროვნულად არ გავიხოთ და ურთიერთობები შევინარჩუნოთ და ვეცადოთ, რომ რაღაც ადამიანის დარჩეს. ხო, ადამიანური კავშირების შენარჩუნებისთვის თავისუფლად არ ვაგრძნობინოთ, რომ ხო არ გავრიყოთ, ხო, იქნებ შევინარჩუნოთ. ხო, აი ვინმეს ქონიათ წარმატება ამ ხრივ, აი არ ვიცი ამ სტრატეგიის გამოყენების, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ გავიმარჯვებთ, ხო, ეს ნაწილი ჩვენი ნაწილი უნდა იყოს, ინტეგრირება უნდა მოვახდინოთ, ხო? სწორედ ეგ არის სახელმწიფოების გაგება, სახელმწიფოებრიობის გაგება სწორედ ეგ არის, რომ ჩვენ უნდა მოვანახოთ გზები თანაცხოვრების, არ ვეთანხმებით, შეიძლება დარჩეს ის 20% თუ 15% ქართული ოცნების მხარდაჭერად, მაგრამ ჩვენ უნდა დიახას ნება ვიბოძოთ და ამ საზოგადოების ამ ნაწილთან ერთად ვიცხოვროთ, იმიტომ რომ მათი ნება როგორ ასე ვთქვათ იფიქრებენ და აი ამას როგორ მოვახერხეთ შენთვის პირადად გიორგი რამდენად მძიმე ემოციურად ან რამდენად არაკომფორტულია აი ამ ადამიანებთან ურთიერთობის შენარჩუნება და ამაზე ლაპარაკი ხო აქედან შეიძლება გამოვიდეთ ინდივიდუალური შეიძლება იყოს ვიღაცებმა ჩავხსენით ურთიერთობები ვიღაც მეგობარებთან ვიღაცებთან არ ჩავხსენით ხო შეიძლება ძალიან ახლო ადამიანთან ჩავხსენით და შედარებით აცნობებთან არ ჩავხსენით აი ეგ ალბათ ინდივიდუალური წლიანი მეგობრობა დაასრულა ერთმა ადამიანმა ხო თავარია ხო ჩვენ რას ვასხივებთ ეგ მგონია ხოლმე მნიშვნელოვანი ჩვენ რას ვასხივებთ როდესაც ჩვენ აქ ადამიანები ვდგავართ და გარკვეულ ნეიროფსიქოლოგიურ მდგომარეობაში შევდივართ ხო თუნდაც აქ ვიცნობთ ერთმანეთს და ვახლოვდებით და სიკეთის და იმედის წყაროები გვიჩნდება აი ამ პოზიციიდან რას ვასხივებთ მათ მიმართულებით ეგ ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ვასხივებთ გულისხმიერებას თავაზიანობას ვასხივებთ ჩვენ როგორ ვექცევით აქ ერთმანეთს ხო სამწუხაროდ ოპოზიციური პარტიების აი ქცევები აზიანებს ჩვენს ამ რუსთაველზე რაც იქნება ეს დადებითი აურა რაც იქნება დადებითი რესურსი აი ნდობის კაპიტალი სოციალური კაპიტალი ხო ნდობა ხო არის ეს კაპიტალი რაც იქნება ზოგჯერ სამწუხაროდ ზოგჯერ ხდება ხოლმე რომ ეს ზიანდება მცირდება გარკვეული აქტორების ქცევების გამო
ძალიან მნიშვნელოვანია ამ სოციალური კაპიტალის გაფრთხილება. ხო და რომ ვასხივებდეთ ჩვენ სულიად საპირისპიროს, თავაზიანობას, გულისხმიერებას, ზრუნვას, ნდობას, ის რაც უცხოა ქართული ოცნების პროპაგანდისტვის. ხო? ის რაც ხდება აქ არის სრულიად უცხო კოცური ნეიროფსიქოლოგიისთვის და მენტალიტეტისთვის, ამ შემთხვევაში ნერვული სისტემისთვის სრულიად უცხო არის და ხო, შეიძლება მართლა რა ვიცი, უსამშობლოები ვართ მაგაგებით, რომ იმათნაირი სამშობლოს წევრები არა ვართ ჩვენ. არ ვიცი. იმას იწყებს და მგონი კარგი იქნება რომ დავასრულოთ, ხო? კომპიუტერი დავხუროთ და მადლობა დიდი. ორმესი მადლობა. საღამომშვიდობის მეგობრებო, მე ვერ გავხსენი, ცოტა მოგვიანებით შემოგიერთით უკაცრავად. მადლობა პირველ რიგში, საინტერესო იყო, მე გზაშიც უსმენდი. ჩვენ როგორც საპროტესტო აუდიტორია მოძრაობა, მიუხედავად იმისა, რომ ხან რას გვეძახიან, ხან რას, ხან რომელი პოლიტიკური გუნდის იდეოლოგიის ქვეშ ვართ, ხან ვინ გვაფინანსებს, ხან სუსი ვართ, ხან ქოცები ვართ, აი მოკლედ ყველაფერს გვეძახიან რა. რეალურად ჩვენ ვართ ჩვეულებრივი აქტივისტები, ადამიანები, რომლებსაც ფორმატი ვიპოვნეთ, ფორმატი, რომლის ირგვლივაც შეგვიძლია გავაერთიანოთ ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების ადამიანი, ვისაც უნდა ცოდნის მიღება და ვისაც ცოდნის გაცემა შეუძლია. ძალიან მარტივად, მეგობრებო, ჩვენ ვართ ჩვეულებრივი პროტესტის მონაწილეები, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აქ ვართ იმიტომ, რომ დავაორგანიზოთ ცოდნის გაზიარება და ცოდნით შევაიარაღოთ ყველა ის ადამიანი, რომელიც აპროტესტებს საქართველოს მომავალს, ითხოვს ისე ამაყად და ხმამაღლა. ჩვენ გვაქვს სიმბოლური საჩუქარი თქვენთვის, ჩვენ ყველა მომხსენებელს, რომელიც აქ ლექციას ჩაატარებს, გულსაბნევს და კალამს როგორც პროფესიონალს ისე. მადლობა ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე.